მოგესალმებით, ეს არის გადაცემა Urban Guru, მე ვარ მის წამყვანი შიო რამადანა, დღეს ჩვენ სტუმარი არის ასტროფსიქოლოგი ნიკოლოზ ნავინი, ჩემი ძმა და მეგობარი. მოგესალმებით ყველას, გამარჯობა. სალამ. ძალიან სასიამოვნო გარემოა თქვენთან და მოხარული ვარ, რომ შენი სტუმარი ვარ, შიო. ძალიან კარგი. დღეს გადავწყვიტე, რომ გვებაზრა, გველაპარაკა ურთიერთობების შესახებ ადამიანებს შორის როგორ იცვლება მას შემდეგ, როდესაც ადამიანი მიწყებს სულიერ განვითარებას, ცნობიერების გაფართოვებას. იმიტომ რომ ვიცი, ჩემი ცხოვრების განმავლობაში პირადად ჩემთვისაც არ იყო იოლი ამბავი ადამიანებთან ურთიერთობა და უამრავი ადამიანისთვის გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. აი შენში როგორ ფიქრობ რა შენი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე რა არის ადამიანს რაც უშლის ხელს რომ დაამყაროს სასიამოვნო ურთიერთობები სხვა ადამიანებთან. ანუ შენ გულისხმობ ნებისმიერ ურთიერთობას, ხო? არა მარტო ბიჭ და გოგო შორის ურთიერთობას, ან ზოგადად ურთიერთობას. შეუძლია მანდაც ჩავაფრაქტალოთ. ხო, მანდაც უეჭველი ჩავაფრაქტალდეთ. ისე რომ კენად წავალთ და რა ვიცი, აი ჩემი გადმოსახედიდან, ანუ ჩემი გამოცდილებიდან პირველ რიგში რაც ხელს უშლის ადამიანს ეს არის აი მისი curiosity-ს რო ეძახიან ჩემს. დაუცველობა რა, შინაგანი დაუცველობის და ამ დაუცველობას კიდევ უფრო ღრმა მიზეზი აქვს ჩემი აზრით რა და ეს დაუცველობა რა მხრივ? აი დაუცველობა რა მხრივ ვიცი რომ აი რაღაც ტრავმა არ მომაყენოს სხვა ადამიანმა რა ისე ბოლომდე არ გადავეხსნა რომ მე რაღაც ჭრილობასავი ჩემ ენერგეტიკულ სხეულზე არ აისახოს რა. ანუ ენერგიას ხო ყველა გრძნობს, ეხა ზოგმა იცის ენერგიების შესახებ, ზოგმა არა, მაგრამ მაინც ეს რაღაცა ყველა მიცის რომ რაღაც ენერგეტიკა რა, ესე ვთქვათ ადამიანთან ურთიერთობის და როდესაც ეს შენ ბოლომდე მოშვებული არ ახარ და არ აძლევს შენ თავს საშუალებას რომ ბოლომდე გადაეხსნა ადამიანს, ხო? ამ დროს თუ ჩაკეტილ პოზაში ხარ რაღაცნაირად რა თავს იცავ, თავდაცვის პოზაში ხარ და ეს თავდაცვა იმიტომ უჭირდება რომ იცის ადამიანმა რომ შეიძლება მეორე ადამიანი შეეხოს მას ღრმად და აისახოს ის ადამიანი და დიდი ხანი დარჩეს მასთან ერთად ეს ადამიანი რა. ანუ შეიძლება წავიდეს მერე ის სახში რაღაც სხვა რაღაცები გააკეთოს, მაგრამ გონება, როგორც აი გურჯები, რასაც დაუსრულებელ აკორდებს ეძახდა, თითქოს რაღაც აკორდი აღებულია და ის აკორდი იმ ურთი არ დასრულდა რა, ის თითქოს აი მიყვება და ეს ფიქრები უბრუნდება მუდმივად ამ ადამიანს რა, ელაპარაკება შინაგან დიალოგში დიდწილად აგრესიული არის ეს ლაპარაკი რა, რომ უმტკიცებს რაღაცას თავისას. დაჟე იმის პასუხსაც თვითონ ლაპარაკობს და მე კიდე თვითონვე პასუხსცემს რა პასუხი. ხო, პასუხი და ეს რაღაც ლუპი იჩითება, რომელიც აიდანაც ვერ გამოდის ადამიანი რა და ეს ხო რა, აქედან გამომდინარეობს მე ეს აი ხო და აი თან ეს ეხა ნახე ეს როგორ არის. საფუძველი რა არის ამ insecurity-ს? სტრესი არის ყველაფრის საფუძველი. ეხა ჩვენ ორივე ტრანსცენდენტულ მედიტაციას მედიტირებთ და ახლა ჩვენ პრაქტიკაში გამოვცადეთ ეს, რომ ანუ აი სტრესები, რომელიც მოდის არა მარტო ამ ცხოვრებიდან, წინა ცხოვრებებიდანაც და რუქაში ახლა ორივე ხედავთ როგორ აისახება ეს ყველაფერი, როგორ ვლინდება. ხო, ეს სტრესები არის, რაც ეს კარმა დაგროვებული, ხასიათის, კარმა იგივე ხასიათი არის ადამიანის, ეს ჩამოყალიბებული და ეს სტრესები შემდეგ შედიან, აქ ხო ძირითადად ეხა ჩვენთან რეაგირებთ მთვარეთი, ხო, ემოციური სხეულით, ასტროლოგიაში მთვარე აღნიშნავს ემოციურ სხეულს რა. სამშვენელი რაზე არის მიჯაჭვული ესე ვთქვათ რა და ეს მზის ურთიერთობები რა თქმა უნდა არ აქვს რეალიზებულები არა ვართ როგორც ინდივიდუალური რაღაც ჩვენი სულის ინდივიდუალურ დარმას ყველაზე ნაკლებ ხახუნში მყოფ გზას არ ვარეალიზებთ ჩვენ მატერიაში და შესაბამისად რეალიზებით როგორც ემოციური სხეულები უკონტროლო ემოციური სხეულები
და ანუ ეს სტრესები და ეს რაღაცები იწვევენ შემდეგ აი ამას რომ არის ადამიანი ანუ მივად რაღაცა აი დისტანცირებული მეორე ადამიანთან და ეს გახსნილობა არ ხდება და სადაც ვინც კიდე იბადება რომ გახსნილია ესე ვთქვათ და არიან ეგეთი ადამიანებიც რომლებიც არიან შეუულია რომ გული გაუხსნას მეორე ადამიანს მე ანუ იმდენად ზოგადი ფონი სტრესულია რომ ისიც მე რაღაცნაირად იჩაგრება რა ამაში და მე თვითონაც უკვე უჭირს რა რომ რაღაც შეინარჩუნოს თავის ეს გახსნილობა და თავის ეს სილაღე და რაღაცა და აი ეს მედიტაცია ხა ჩვენ რასაც ვაკეთებთ მაგასში გვეხმარება ჩვენ ყველას რომ ანუ ესეთი ადამიანები რომლებიც არიან თუნდაც ბუნებრივად გახსნილები ხო იმათვის ველი მყარდება ისეთი რომ ისინი უფრო კარგად გახდნენ ესე ვთქვა და კარგად იგზნონ თავი და ვინც დასტრესილი არის კიდე და ვინც აი ფონს ზოგად ფლიან ფონს ქმნის რა ჩვენი ქალაქი რო ავიღოთ ესე ამ მასშტაბით იმათმაც ამოიღონ ნელ-ნელა ეს სტრესები რა რასაც ტრანსცენდენტული მედიტაცია აკეთებს და განთავისუფლდნენ რა და ნუ ჩემი კითხვაზე პასუხი ის არის რომ ჩემი აზრით არის რომ სტრესები რა რომელიც არ მოდის მხოლოდ ერთი ცხოვრებიდან არამედ რუკაში ჩანს რომ მოდის წარსულიდან ხო ჩემი აზრით ხო ეს შეიძლება ვფიქრო ჩემი აზრით მთელი ურთიერთობების პრობლემები ზოგადად მეგობრებთან თუ შეყვარებულებთან თუ ცოლ-შვილთან თუ ასე შემდეგ იქიდან მოდის რომ ადამიანი არის უბედური მე ჩემი დაკვირვებით ნახე და აშკარად ჩემთვის რომ ადამიანი როგორიც არის თვითონ ცდილობს რომ სხვა ადამიანიც გახადოს ისეთი თუ ადამიანი არის ტანჯული უნდა რომ სხვა ადამიანიც დადანჯოს რომ დაიტანჯოს ერთად თუ რაღაც ადამიანი სოციალური ცხოველია რომ ამბობენ თავისთავად ხო, უნდა რომ თავისთავად გაამრავლოს. თავისთავად უნდა გაამრავლოს, კი. და იმიტომ რომ გონია რომ თვითონ სწორი არის. და თუ იდანჯება, უნდა რომ ტანჯვა გაამრავლოს. თუ არის მიჯაჭული სხვა ადამიანზე, უნდა რომ სხვაც იყოს მიჯაჭული მასზე. უნდა რომ მიჯაჭულობების მქონე ადამიანები იყვნენ. თუ თვითონ თავისუფალი არის, მაშინ უნდა რომ სხვაც გაათავისუფლოს. თუ თვითონ სიყვარულით სავსე არის, უნდა რომ სიყვარულით სავსე. თუ თვითონ ნეტარი არის, უნდა რომ ნეტარებით სავსე ადამიანები შექმნას. ალბათ ეგ იმიტომ რომ ანუ ზოგადად რო დააკვირდე სამყაროს, ხო, ანუ ყველაფერი ხო ფართოვდება რა. და ყველა მაღალ თუ დაბალ განვითარებაში ყველა გამოვლინება ესე ვთქვათ არის მიდრეკილი რომ გამრავლდე რა, გაფართოვდე რაღაცა, რაღაცას ეს მიგვანიშნებს ამ გაფართოვებისკენ თითქოს რა. აი ცხოველები არიან, უნდა გამრავლდნენ, ჭიანჭველები არიან, თავისი კლანი უნდა გააფართოვონ, ადამიანები არიან, თავის კომპანია რაღაცა უნდა გააფართოვოს, ამ თავისი სივრცე უნდა გააფართოვდეს რა. ეს თითქოს რაღაცნაირი დამახინჯებული მოდელი არის, ან კარიკატურული მოდელი არის იმისი, რასაც აი ცნობიერების გაფართოვება ქვია რა. აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ანუ რაღაცა ევოლუცია თუ ბუნება თუ სამყარო მიდრეკილია ფართოვებისკენ რა და უმაღლეს გამოვლინებაში ალბათ ეს არის უკვე როგორც ცნობიერება ფართოვდება და არა შენი ფიზიკური რაღაცა ესეთი გამოვლინებები და მაგაში გეთანხმები. აი მე ვფიქრობ რომ ეს სიტუაციებიც ვახთ მაშინ რომ ღმერთმა ადამიანის შექმნა საკუთარ სახედ და ხატად აი ეხლა რაზეც ვსაუბრობდი ზუსტად მაგაში ესაბამება იმიტომ რომ რაღაცას როცა ქმნი ყოველთვის ქმნი შენ ხატად და სახედ სხვა რაღაცად ვერ შეიძლება ზუსტად და მაგ სიტუაციაში ერთგვარი პრინციპია ჩადებული ადამიანური ბუნების და ზოგადად სამყაროს ბუნების რომ გაამრავლოს ის რაც როგორიც არის თვითონ და როდესაც უყურებთ ამ გამრავლების სამყაროს ჩვენ ხედავთ როგორი მრავალფეროვანი და უსასრულო ბუნების ის არის ის რაც დგას ამ ყველაფრის მიღმა ან manifested reality-ს რაც ეძახი ან არა manifestირებული გამოვლენილი ხო ანუ როგორც ხე რა რომ ანუ მარცვლ თვითონ თესლიდან ჩანს სული პოტენციალი ესე ვთქვათ ანუ იქვე არის უკვე ყველაფერი კონდენსირებული რაც მე გაიზრდება ამ ხელა და ხისახი და ანუ ჩვენ რას ვლაპარაკობთ ამას წინათ რომ ანუ შეიძლება რომ ესე ანუ ჩვენ რაც ვიცით ახლა ხო ადამიანური ცნობიერება რომ არსებობს ხო ანუ და შეიძლება რომ ეს ცნობიერება მოდიოდეს არაცნობიერიდან ანუ ეგეთი რაღაც როგორ შეიძლება რომ ანუ ზოგადად
ანუ უფრო მაღალიდან ვლინდება შედარებით უფრო ნაკლებად განვითარებული რაღაცას, ხო? ანუ შემქმნელზე განვითარებული ვერ იქნება ქმნილება, ესე ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ შემქმნელი არის პირველადი, ესე ვთქვათ და ანუ ცნობიერება არსებობს, ესე იგი უფრო მაღალი ცნობიერება არსებობს. მოვიდა ცნობიერება, ხო? ანუ ცნობიერება საიდან გაჩნდებოდა? არ საიდან, ხო? ცნობიერებიდან უნდა დაბადებული მოდის. და აი კიდე ურთიერთობის თემას რო ავიღოთ, ხო? როგორ ხდება, იცი რომ მე ეს გარემო თვითონ ესეთი ყოფა არის თითქოს ეს ბუნებრივი მდგომარეობა რა, თითქოს ეხლა ეს უნდა იყოს ესე რა, ესეთი მოცემულობა გვაქვს რა. და თითქოს ანუ ეს არის რომ აი გარდაუვალია რა, რომ ერთმანეთის რაღაცა დაჯიჯგნა, გაწირვა, რაღაცა ეს კონკურენცია, ესეთი გამოვლინებით როგორიცაა რა. აი რაღაცა მოცემულობად გვეძლევა რა ჩვენ ადამიანებს და სულიერი განვითარება და სულიერი ზრდა თითქოს ეს არის ძალიან ტანჯვითი და აი უნდა გაწყდე წელში და უნდა რაღაც აი არ ვიცი რა, ძალიან უნდა დაიტანჯო რომ რაღაცას მისხალი შეცვალა შენში და ხო აი მაგის თქმა მინდოდა ზუსტად რა რომ ანუ ჩემი პირადი გამოცდილება ზუსტად ეს იყო რომ აი სულ პრობლემას ვაწყდებოდი ურთიერთობებში ადამიანებთან რა მე თვითონ და კი სულ ვაცნობიერებდი ამას მაგრამ სულ მткиოდა რა იმიტომ რომ აი მეგობრებთან ურთიერთობაში შევდიოდი თან აი თუ მithumetes ადამიანი რაღაც სენსიტიური არის ხო დაბადებული რაღაცნაირად სენსების ახმა რაღაც გაძლიერებული აქვს გრძნობელობა რა გრძნობელობითი ასპექტი გაძლიერებული აქვს მუდმივად ანუ აწყდება სულ ტრაუმებს რა სულ ტკივილებს რომ აი იქ ისე რაღაცა გოგოებთან ურთიერთობაში მithumetes რა მე ჩემი პირადი ეს ნეგატიური კარმა ეს მიჯაჭულობები ეს რაღაცეები და რაღაც და მე ანუ ეგ იყო პირველი რა თქმა უნდა ან ჩემთვის რა ბიძგი რომ ანუ ჩემ თავში შემეხედა რომ რა ხდება ანუ მე არანაირი რაღაცა ფიზიკურ დონეზე გამოვლენილი დაავადება არ მქონდა რომ რაღაც შევტრიალება მქონდა ესეთი ემოციურ დონეზე ინფორმაციულ დონეზე რა რომ ეს მუდმივი კლეშები რა შეჯახება რომ რაღაცა აი ეს რაღაცა ეს ცხოველური ურთიერთობები არაა თითქოს ჩემი აზრით ბუნებრივი რა ყოველთვის მეჯდა და ჩემშიც ცხოველი რომელიც ესე ფუნქციონირებდა თავსავლენ და გოგოსთან მეგობართან იმასთან ხო ანუ აი ამას უყურებდი რომ რა არის ეს საიდან მოდის რა და ნუ ანუ როგორ შეიძლება რომ ამან ეგეთი კონფიგურაციით და ესეთი კონსტიტუციით შექმნას რაღაც ჰარმონიული, ევოლუციური, ან ოჯახი, ან მეგობრული წრე, ან ქალაქი, ან აი რა ვია, ესეთი რაღაც. ხო და აი მაგის მიზეზი რაც არის, რაც ვნახულობ არის ეგ რომ ასე იგი ჩვენთვის კი ეს მარტივი ჭეშმარიტება უკვე, მაგრამ ნუ ადამიანმაც რომ გააცნობიეროს კარგი იქნება. ადამიანი უნდა იყოს საკუთარ თავში კმაყოფილი. თვითკმარი უნდა იყოს გარკვეულწილად საკუთარ თავში ბედნიერება უნდა კონდეს ნაპოვნი რომ არ დაიწყო მათხოვრობა ამ ბედნიერების და მომაქცია ყურადღება მომეცი სიყვარული მომეცი ბედნიერება და არ უნდა იყო ამ მოთხოვნის რეჟიმში რომ აი ეს ახსოვს წინაზე რომ საუბრობთ ესე იგი ადამიანი ზრდასრული მაშინ არის ზრდასრული, როდესაც გააცნობიერებს, რომ არავინ მის წინაშე არ არის ვალდებული არაფრით, საერთოდ არაფრით არავინ ვალდებული არ არის. არავინ არ არის ვალდებული მოგექცეს კეთილად, მოგექცეს სიყვარულით, არც მეგობარი, არც შეყვარებული, არც დედა, არც ბები, არავინ საერთოდ. და ამას რომ გააცნობიერებს ადამიანი უნდა ეძებოს საკუთარ თავში სრული დაკმაყოფილება და შემდგომ აი სრულიად დაგმაყოფილებული უკვე, როდესაც აღარ დაეძებს სრულიად რაღაცებს, შედის უკვე ეს ადამიანი ურთიერთობებში და ამ საკუთარ გმაყოფილებას აზიარებს უკვე. და უკვე გართობის რეჟიმში არა, აბა რას დაემატება და უკვე როდესაც მიღწეული გაქვს ბედნიერების დონეს, რაც დაემატება, ეს უკვე მხოლოდ ბონუსი არის. აგ ის კი აღარ არის რომ მისაღწევი გაქვს, უკვე ბონუსები დაემატება. ბონუსი სულ რო ერთი ქულა დაემატოს, უკვე კარგია, სულ რო ორი ქულა დაემატოს, უკვე კარგია. ხო, და თან ეგეთ მაინდსეტში ესეთ მდგომარეობაში ფსიქიკის გარდაუვალი არის დამატება, იმიტომ რომ მე უკვე იწყებ enjoy, ანუ უკვე
enjoyment რა გასწორებას რა ღმერთის შემოქმედებით ესე ვთქვათ რა ღმერთმა ეს მრავალფეროვანი სამყარო რო გამოავლინა ესე ვთქვათ აი ეს ლილა რო დაიწყო ეს თამაში მე ამ თამაშით შენ მხოლოდ ამ ფსიქიურ მდგომარეობაში როდესაც შენ ხარ თვითკმარი რაღაც დონეზე მაინც თვითკმარი ხარ ანუ ხო ანუ შეგიძლია რომ აღფრთოვანდე რა შემოქმედებით აღფრთოვანდე ყვავილით აღფრთოვანდე მეგობრით აღფრთოვანდე გოგოთი და ხო და ეს დაბლ ცენტრებში ფუნქციონირებისას ხო ეს სექსუალური ცენტრი როცა დომინანტია და ბუნებრივად დომინანტი იქნება იმიტომ რომ რა არის ხო ამ დროს გინდა რა აი მინჯაჯულობა გაქვს სიამოვნებაზე სიამოვნება შენ თვითონ არ ახარ დაკმაყოფილი ანუ შენი არსიდან არ მოდის ეს დაკმაყოფილება და გინდა რომ და ეს შეთანხმება მიდის მე ერთმანეთთან რომ შენ იმას მომცემ მე ამას მოგცემ და ეს ვაჭრობით დონეთ სიყვარული და იმ დონეზე ნორმალურია ახლა მაგრამ დიდხანს ვერ გრძელდება ეგეთი რაღაც ანუ როდემდე როგორ ფიტავ იმ ადამიანს ვინც არის შენი ანუ ერთადერთი რაც ამოფიტავია არის ღმერთი და შენშიც ეს შენი საკუთარი ცნობიერება რა unified field რასაც ეძახიან ტრანსცენდენტულ მედიტაციაში ანუ ეგ არის რაც ამოუწურავია იმიტომ რომ იქიდან ვლინდება ყველაფერი რასაც უყურებთ ხო და მის გოგო ამოწურვადია რა და ბიჭიც ამოწურვადია იმიტომ რომ რა ხა ის ხო თავის კარგის ამ არა არის ხო მოსულია რაც თვითონ რაღაც ჯამი რაც არის წინა რეინკარნაციების რაც რუკაშიც ჩანს იმის ამ არა თუ კავშირი მით უმეტეს უკვე ასაკში რო შედიხარ თავიდან ხო ეს სინათლე მოყვება რაღაც ხო თომ ენერგიული რაღაცა ისეთი ხარ და მე ნელ-ნელა ხრები და მე უფრო გინდა სტიმულატორები რა ხო მე აი ასაკში რო იძიან რომ ეხა უკვე ცოლი უნდა მოიყვანო რა იმიტომ რომ всё რა ეხა ვიღაცა გჭირდება რომელიც მარტო თქვენ გაცვლით ენერგიებს ერთმანეთში და შეგავსებს და შენც ესე რაღაცა კონტრაქტს გააფორმებთ რა სოციალურ შეთანხმებას რაღაცა რა ქვია არც ერთ არ დაგაკლდეთ და ანუ მე რომ ამას ვლაპარაკობ რავი აი ჩემ თავზე რა მე ხო ვიცი რა გზაც მაქვს გავლილი რა მთელი მიჯაჯულობები და მთელი და რამდენი ტკივილის ფასად ეს ყველაფერი ამის რო ანუ თან რო ხედავ ამას რა ანუ ადრეული ასაკიდან სულ ხედავდი ჩემში აი ამ რაღაცა აი ამ ერორებს რა რომელიც ფუნქციონირებდა და სულ ტკივილს ეს რო აი როგორ გადავლახო და მე ანუ მე ასტროლოგიაშიც რა ხარ რომ აი რაღაცა კი იცი რა გააკეთო რა ეს ასპექტი რაღაც იცი რა მუშაობს მაგრამ შეიძლება წლები გავიდეს იმის დასამუშავებლად და მე მაგან გვიბიძგა ხა მეც და შენს რომ ყველაზე დახვეწილი მეთოდი რომ ვიპოვეთ ანუ არ გავჩერდით მანამდე სანამ არ ვიპოვეთ რაღაცა და ეხლა მაგიტომაც რავი ყველა გადაცემაში აი ეს თემა თუ არა ეს თემა ყველგან ტრანსცენდენტულ მედიტაციაზე ვსაუბრობ აუცილებლად არის ესე იგი მინდა მიუმართო ჩვენს მაყურებელს რომ თუ გსურთ რომ ისიამოვნოთ ცხოვრებისეული პროცესებით ურთიერთობები ხდება მხოლოდ სასიამოვნო იმ მხრივ რომ აი ურთიერთობისთვის რა არის ნიკა საჭირო რომ აი როდესაც ვლაპარაკობთ ერთმანეთს დაუთმოთ ჩვენი თავი ხომ ეს არის ყურადღება დაუთმოთ რომ აი ხომ შენ გელაპარაკები და მთელ ჩემ არსებას რასაც მე წარმოვადგენ და რაც ვარ ამ მომენტში ვარ შენთან და ჩემი პრეზენსი ჩემი ყოფნა განაპირობებს ხარისხს ჩვენი ურთიერთობის მეორე მხრივ შენს ხო და მეც უნარი რომ მქონდეს იყო შენ და მე ყურადღებით რა იმიტომ რომ შენ რაღაცას მეუბნები მე რაღაცას არ გესმის შენ და მე არ მესმის იმიტომ რომ მე ამ დროს მე ვფიქრობ რაღაც იმაზე იმან რა გამიკეთა როგორ უპასუხო იქ რაღაცა რა უქნა ესა და ეს ზედაპირულზე ესეთი ურთიერთობები აი ჩვენ რაც მაშინაც რო ვიძახდით რომ მედიტაციის პროცესში მე ხვდები რომ ესეთი აი ზედაპირული ეს ток-შოუს ურთიერთობა არ შეგილია რა რაღაცა ის ხო იცი უთხარი მე რაღაცა სხვაზე გადახტა მე იქინი იმ თემიდან იმაზე გადახტა მე რაღაცა ეს არ გაცალა და შენ სხვა თემას შეგეკითხა ეს არის რომ აი ყურადღება ენერგიის დეფიციტი ანუ აბსოლუტური დეფიციტი ანუ რაღაცა ხაზი რაც გაზდევს რომ შენ გააყვე ამას და ამ ადამიანთან ერთად ინტიმურად დაყო დრო რაღაც ხო რომ ეს გაცვალოთ ერთმანეთთან ენერგია ხო ხო იმიტომ რომ თვთები ეგ პროცესი ხდება ხო ანუ მაშინ არ შეხვდე არავის და იყავი შენთვის ხო და თუ ხტები ადამიანს მაშინ პატივი ეცი და იმის ტრიპს იმის თავგადასავალს გააყევი და ემთხვი ანუ რა რეზონირება მოხდეს რა
რაღაც დაიბადოს ხო აბა რა ისა აქ რა ქვია იმას და აი ამიტომ ჯერ ადამიანი უნდა იყოს ჯერ ადამიანი უნდა ეს ყოფნა შეუძლოს ეს პრეზენსი ეს თანდასწრება საკუთარი ცნობიერების უწყვეტი ცნობიერების ქონა ენერგია ამის რომ მუდმივად იყო რომ მიუძღვნა საკუთარი თავი სხვა ადამიანს ამის გარეშე არაფერი არ გამოვა და ამის გარეშე სულ რომ მარტო დარჩე მაშინაც რა გამოვა ანუ ვერაფერი საქმის კეთებისგან ვერ მიიღებს სიამოვნებას, როდესაც სულ ესეთი ნაწყვეტი ხარ და ფრაგმენტებული ხარ. ადამიანის სიამოვნებას იღებს ტოტალურობით. ხო. ანუ მარტო ყოფნა იმაშეულია, ვისაც ის თვითქმარია და საკუთარ ცენტრთან, საკუთარ ბუნებასთან, self-ი რაც ქვია, ანუ იმასთან რაღაც დონეზე ურთიერთობა დამყარებული აქვს და ის ყვებავს იმას და შეუულია რაღაც პერიოდი რა იყოს თავისთვის და იყოს კმაყოფილი რა და თან ანუ ეს მდგომარეობა, რაზეც ახლა მე და შიო ლაპარაკობთ, არ არის რაღაც ან თქვათ ისეთი მიუღწეველი, ანუ რაღაც ჩანს თითქოს ერთგვარად რა რომ აი თითქოს აი ეს ახლა რაღაცა ან ჩვენ რაღაც თითქოს ისეთი სადღაც ვართ რა ისე რომ აი როგორ დაგვემართა ჩვენ და ანუ ყველასთვის მიღწევადია ვინც ტრანსცენდენტულ მედიტაციას აკეთებს ტრანსცენდენტულ მედიტაციას კონკრეტულად არა mindfulness მედიტაციას არა ვიპასანა მედიტაციას არა ოშოს მედიტაციას არამედ ტრანსცენდენტულ მედიტაციას ვინც აკეთებს ეს არის რამდენიმე დღის living reality ადამიანი თან აი ამას რომ იმდენად ასე იგი მეც და შენს აქტოვანებული ვართ ამ ჩვენი მდგომარეობით იმიტომ რომ ხედავთ სამსარა ანუ აი გადაწყვეტილ ან სამსარას რასაც სამსარა რას ქვია რა წრებრუნვა ტანჯვის რა ანუ წრებრუნი გია რომ დაიბადები და მე გარდაიცვლები და კიდე აქ წრებრუნვას ყოველდღიურ ურთიერთობაში წრებრუნვას ტანჯვის მამასთან შედიხარ ურთიერთობაში და ტანჯვა კიდე მეორე დღე გათენდა კიდე სამსარაში ხარ კიდე ტანჯვა ან გოგოსთან ან ადამიანთან სამსაუბრს ერთ და იგივე სიტყვაზე ისევ ღიზიანდება ისიც ერთ და იგივეს გეუბნება პრობლემა სულ აქ ვიზიტვას ატყვია ჩემთვის გამზადებული მაგიური სიტყვები რომელიც წოვიდან გამოგიყვას ხო და თან მე ანუ აი ეჭვიანი ბუნება ზოგადად რა რომ რამდენჯერ ამაზე ვილაპარაკე აი შენგან გავიგე რომ ვიღაცამ რო გითხრა რომ ისა რა ქვია ანუ შენ დაინტერესებული ხო არა ხარო ამ ტრანსცენდენტულ მედიტაციიდან რა ანუ მეც გამიგია ეგ რომ ფულს ხო არ იღებ რა აქედან რა ტრანსცენდენტ არც მე და არჩიო ტრანსცენდენტული მედიტაციის მასწავლებლები ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ნაბად და არც წილს არ გვაძლევენ მაგრამ არ გვაძლევს არანაირად ხო ერთადერთი არის ეს დიდი სურვილი რომ რა ვიცი ხა მე პირადად არაფერი არ მიკეთებია ჩემ ცხოვრებაში სულიერი ძიების გარდა ხა შენიცი რა ანუ ვერსად ვერ ჩერდებოდი იმიტომ რომ ტკიოდა ჩემი თავი და ეს აუტანად ტკივილში ვერ ცხოვრობდი ვერ შევდიოდი ამ რა ვიცი ამ ხელა რაღაც ბევრი რაღაცეები ძებნის და რაღაცეების მერე როგორც იქნა რაღაცა გამოჩნდა რა რომელიც არის რომელიც ყოფილა თურმე შესაძლებელი და ყველასთვის თან რა და ძალიან მარტივად ძალიან ბუნებრივად სასიამოვნოდ 20 წუთი დილით 20 წუთი საღამოს და შეიძლება შეუძლია რომ გააკეთოს და ეს ბლესინგი რაც მოვიდა ამ კაცისგან რომელსაც მახარიში ქვია რა აი ახლა ერთი რაღაც მინდა გითხრა როგორც ასტროლოგს რა აი ამ ურთიერთობებთან ქალის და კაცის ურთიერთობას აი რაც ნუ რაღაცები ხო არის ტენდენციები განპირობებული ადამიანის რუკიდან გამომდინარე მათ შორის ტენდენციები განპირობებული არის როგორ ქალებს შეხვდება ასე თქვათ როგორც მეზიდას როგორები მოწონს და ასე შემდეგ აი თვითონ იმ იდეას როგორ უყურებ შენ მაგალითად ასე თქვათ რაღაც lifelong love აი მთელი ცხოვრება ერთი ადამიანის სიყვარულს მაგალითად. იმიტომ რომ რაღაცნაირად თითქოს ესეთი რაღაცა არსებობდა ან რაღაც თეორიულად არსებობს ეგეთი რაღაც, მაგრამ პრაქტიკაში ვხედავთ რომ მაგალითად განსაკუთრებით 22 საუკუნის მეორე ნახევრიდან რომ ეს წვილები და ცოლქმრებიც ანუ ძირითადად რა ვიცი თითქმის 100% შორდებიან ერთმანეთს რა ძალიან ცოტა ადამიანი რჩება ერთად დიდი ხნის განმავლობაში.
აი რა პროცესი არის ეს, რატომ ხდებოდა ადრე, რომ უფრო რაღაცა დიდ ხანს გრძელდებოდა ურთიერთობები? ან რამდენად საერთოდ მიზანშეწონილია, რომ ერთ ადამიანთან კონდეს ადამიანს ურთიერთობა მთელი ცხოვრების განმავლობაში? ჩემი აზრით მე რომანტიულად და რაღაც სენტიმენტალურად არ ვარ გაწყობილი წარსულისადმი და ვაფშე არ მგონია რომ რაღაც იმიტომ იყვნენ ერთად რომ მაშინ ცნობიერება უფრო მაღალ დონეზე იყო. ჩემი აზრით მაშინ უფრო მეტი კომპლექსი იყო ზოგადად ნელი ევოლუცია მიდის ამყაროში და ყველაფერი იხვეწება და იცვლება და რაღაცა დონის ეს ნორმები და ისინი რა თავს მოხვეული ეს რაღაცა ჩარჩოები იმსხვრევა და ადრე უფრო მეტი იყო შესაბამისად უფრო მეტი დაჭერა რაღაცა სოციუმი ესე ვთქვათ სოციუმის რაღაც პორკილები ედოთ უფრო ის მყარად რა ესე ვთქვათ და შემდეგ ეს რაღაც ამერიკაში ეს ანუ ამ სექსუალური რაღაც რევოლუციის თუ რას ძეძახიან ამ ყველაფრის მერე ანუ ხო ეს უკვე მე ეს ნელა დაიშალა რა ესე ვთქვა და უფრო ადამიანი ხო მიეცა საშუალებას აუს ბუნება უფრო გამოევლინა რა იმ განვითარებაში რა განვითარებაშიც არის ახლა მე არ მაქვს უმაღლეს განვითარებაზე აქ საუბარი რა თქმა უნდა ზოგადად ახლა შერასაც მეუბნები მე ვთვლი რომ ანუ ეგ არის აი ძალიან ინდივიდუალური რა ძალიან ინდივიდუალური და არანაირი წესი არ არსებობს საერთოდ რა ერთისთვის შეიძლება იყოს აბსოლუტურად ნორმალური რომ ყველა ადამიანში ყველა აი ბიჭის გადმოსახედიდან ვილაპარაკებ რა ყველა ადამიანში ყველა სხვა გოგოში ხედავდეს რაღაც ცალკე ღმერთის გამოვლინებას და უნდოდეს როგორც ყველა ყვავილი სხვადასხვა ყვავილს მივიდეს და დასუნოს აი ესე კონდეს ურთიერთობა პროსტა ერთადერთი ისაა რომ დავდივართ იქამდე რომ იყო მართალი რა შენ თავთან და სხვა ადამიანთან და ისეთი რაღაცები არ მოატყუა ხო ელემენტარულად რა რომ ტკივილი არ მიაყენდო რომ ვერავის ვერ მიაყენებ ტკივილს რა ყველა შენი გამოვლინებაა და შენივე თავს ვეაყენებ საბოლოო ჯამში ტკივილს რა ამ ავიდიაში არ იყო რომ ვიღაცას რაღაცას დაუშავებ და ეს შეგრჩება რა აი ამ არ ხედო ჩემი აზრით აბსოლუტურად ნუ რუკაში ჩანს რა ეხა რავით მაგალითად ახლა მერწყულების ზერვა ვიღოთ ხო ძალიან პრიმიტიულად რო ვიღოთ ხო მერწყულების ეს მკვეთრად გამოხატული თუ არა მე ხლა არ ვიძახი რომ ვიღაც ყველა მერწყული ვინცა ესეა რა იქ მაგას არ ნიშნავს რა ეხლა მერწყული შეიძლება მარტო მზით იყო და დანარჩენი 9 პლანეტა სხვაგან ყავდეს და ზოგადად აი ესეთ ნიშნები არიან თავისუფლების მოყვარე ნიშნები რომლებიც არ შეუძლიათ ეს რუტინული რაღაც ცხოვრებები და ისინი რა ხო მე-6 სახლი რომელიც ლუკაში იწყება მერწყული ზოდიაქოში არ შეუძლია ეს რუტინაში მუშაობა რა რომ აი ეს გრაფიკები და რაღაცეები და ისიც ეს ოჯახური ცხოვრებაც მისი არ არის რა ანუ თავგადასავალია მისი მეგობრობა მე უფრო პირველად მეგობრობა მის არის ადამიანები რომელიც ანუ ბუნებრივად ვლინდება ისე რომ ეს devotion-ი თავის მიძღვნა ხო კონდეს არა აბსტრაქტულად რაღაც ღმერთისადმი რა რომელიც ან თუნდაც კონკრეტულად ღმერთისადმი არამედ ღმერთის გამოვლენილი ფორმისადმი რომელიც არის ქალი ვთქვათ რა და იმის იყოს აი devotional love კონდეს აი თავი კონდეს მიძღვნილი რა სიამოვნებდეს რომ ესე უყვარს ის ადამიანი რომ უპირობოდ უყვარს რა რომ უკეთებს რაღაცებს გადასცემს რაღაცებს რომ მუდმივად ზადაა რომ იზრუნოს მასზე და არ აქვს მნიშვნელობა ის ისე განო იმ ფორმის მიღმა არაფერს არ ელოდება მისგან რა გარდა იმისა რომ ის იყოს კარგად რაღაცნაირად ნუ დედა შვილზე აქვს მაგალითად ეგეთი რაღაცა ყველაზე ესეთი ფორმით რა და ესეთი ფორმებიც იყო აი ძველ ინდოეთში მე ესეთ აი რამაიანაში და ეგეთ რაღაცებში აი ვეფხვისწყალოს ის სიყვარულს ეს რა ინდურ რაღაც ეს პათოსებში ანუ ეს აი ესეთი დონის სიყვარული გამოსჭვივის ესე ვთქვათ რა, სადაც არის აი devotional ურთიერთობა რა სხვა ადამიანთან და რავი ანუ არანაირი წესი ჩემი აზრით არ არის მანდ რომ ერთი სწორია რაღაცნაირად ახლა მერწყულის ეპოქაში რა ამ ციფრულ ეპოქაში სადაც ტემპი დაჩქარებულია ძალიან აჩქარებულია ჩემი დაკვირვებით რა ხდება იცი რომ ანუ შენი ინდივიდუალური კარმა, ანუ მსმენელისთვის რომ თქვათ და გავშიფროთ, ადამიანს აქვს კარმის ორი, ასე ვთქვათ, მარაგი, ერთი არის სანჩიტა კარმა და მეორე არის პრარაბდხა კარმა. სანჩიტა არის კარმა, რომელიც ადამიანმა დააგროვა მთელი ბევრი ცხოვრებების განმავლობაში და პრარაბდხა არის კარმა, სანჩიტა კარმას ნაწილი, რომელიც ადამიანს მოტანილი აქვს ამ ცხოვრებაში დასამუშავებლად და ის დანარჩენი არ დამუშავდება. იმიტომ რომ ამას ვერ დაამუშავებს ყველას ერთდროულად, გაიწეწება, მოკვდება, არაფერი არ იყოფა ენერგია და ცნობიერება და
ეხლა რაღაცნაირად აჩქარებულია პროცესები და ესეც რომ აი მაგათაც შორდებიან ადამიანები და ბევრ ადამიანებთან აქვთ ურთიერთობა. მე ამას ვხედავ, რომ ანუ რაც ერთ პარტნიორმა უნდა მოიტანოს შენში კარმა, აი მაგალითად ქალთან რო ურთიერთობ, რაღაცას ხო გასწავლის. რაღაცას კი არა, ჩემი ურთიერთობის გარეშე ზრდა, ანუ შენ სარკე რო პარტნიორი როგორც შეიძლება იყოს შენი სარკე, ისე ვერავინ ვერ იქნება შენი სარკე. მეგობარი ეგეთი სარკე ვერ იქნება, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ უფრო ღრმა, ანუ თუ ბუნებრივად მოხდა და ანუ უფრო ღრმა კარმული კავშირი გაქვთ, რახან ეგეთი ან ერთმანეთთან ესეთი ღრმა ინტიმური ურთიერთობა გაქვთ, ხართ ძალიან დიდი ხანი ერთად და ირეკლავთ ერთმანეთის თვისებებს რა და მეგობართან შენ რაღაცა როლს თამაშობ ყოველთვის, გაიგე? იმიტომ რომ იმდენი ხანი არ ახარ რა და პარტნიორთან როცა დიდი ხანი ხარ, ენერგია არ ყოფნის, რომ დიდი ხანი ითამაშო ეს როლი და აავლენ რა შენ თვისებებს და ეს რო აავლენ ზუსტად მაგ დროს შეგიძლია რომ დაინახო ეგ შენი თვისება რა შეამჩნიო ერში. ახლა რეკლამაზე გავალთ ტოტოხანში და შემდგომ დავბრუნდებით. დაგიბრუნდით ძალიან მოკლე პაუზის შემდეგ. დღეს ჩვენი სტუმარი არის შეგახსენებთ ასტროფსიქოლოგი და ჩემი მეგობარი ნიკოლოზ თავინი. და ჩვენ საუბრობთ ურთიერთობების თემებზე და იმის თქმა მინდოდა ეხლა სანამ გავიდეთ რომ ამ ეპოქაში სადაც ეს რაბათ ხდება TMS ეფექტმა იჩინა თავის უაკადაცემისგან თავისუფლებით მეგობრებო. ხო და ოდესაც ეს სწრაფად ხდება რაღაც პროცესების წასვლა, სხვადასხვა პარტნიორები რომელიც მოდიან წავენ ჩვენ კარმას რეალურად ხო? და ანუ შენი სახი რომ ეხა უფრო არის ადამიანმა შეიძლება ვერ დაგიწვას ეგ კალმა. ანუ შეიძლება რაღაც რამდენიმე საუკუნის წინ ერთი ცოლი რო ყავდა სიტუაციაზე მთელი ცხოვრება გამუშავებდა და ანუ ყოფნიდა რომ შენი კარმა გასულიყო რა და ეხლა რაღაც თითქოს აჩქარდა რომ უნდა რომ შენც ჩქარა გამითარი და სხვადასხვანაირი ტიპები გვხვდებიან რომ ამან ეს გასწავლოს რაღაც იმან ის გასწავლოს რაღაც დაგიმუშავს შენი კარმა სხვა აჩქარებული ექსტერნად ხო შეიძლება კი რა ვიცი ან მეც ანუ აიგა ინდივიდუალურია რა ანუ ერთმა შეიძლება ერთ ადამიანს ასწავლოს ერთმა პარტნიორმა ყველაფერი და იყოს სენსიტიურობა რომ მასთან მიიღოს ეს გამოცდილებები მეორე შეიძლება შენ ზუსტად რასაც იძახი ეგ დაჭირდეთ რა რომ დაჭირდეს ბუნებრივად ესე მოხდეს ანუ
ამ თუ ღმერთს ხელს არ უშლი რომ გამოვლინდეს შენში ამ შენი სტრესებით და ამ შენი რაღაცებით ანუ ყველა ვარიანტში შენ ყველაზე ანუ მე მაგალითად ჩემთან რომ მოდიან ხო კონსულტაციაზე ტიპებმა საერთოდ არ იციან ასტროლოგია ზოგმა მაგრამ ვისაც კარმა ყოფნის რომ ბუნებრივ კანონთან თანხვედრაში იცხოვროს ანუ საკუთარ თავს მოусმინოს საკუთარ სულს მოусმინოს და იქიდან გამომდინარე სიმამაცე ყოფნიდეს რომ გადაწყვეტილებები მიიღოს მე რო უყურებ ადამიანს ჩემთან სულ არაა მოსული მაგრამ სწორედ ცხოვრობს ანუ მაღალ განვითარებაში ამუშავებს ყველა პლანეტას რა რაღაც დონეზე რა და არ უნდა რა ინტუიტიურად ხო ანუ არ ჭირდება რა მაგას დიდად ეს პირიქით უბრალოდ უნდა რომ დაუმოწმო ასტროლოგმა რაღაცა უთხრას რომ ხო ეგრეა რა რაც ყოჩაღ რა ანუ მართლა რომ შენი ყველას გვაქვს იმიტომ რომ ეს შინაგანი მასწავლებელი ეს გურუ ხო ყავს ყველას შიგნით რა და შენ თუ ამასთან თანხვედრაში ხარ ბუნებრივად სწორედ იქცევი და ურთიერთობის აი ეგეთ გამოვლინებაში შენ კი რა კითხვას დასვი რომ ერთთან თუ ორთან თუ რაღაცა ყველა ადამიანი ბუნებრივ კანონი რომელიც არის ყველაზე ნაკლებ წინააღმდეგობრივი გზა ნაკლები ხახუნი არის სამყაროსთან იმაშובה რა ქვია გასწორებს ამ სწორ კამერტონზე რა ესე ვთქვა და ანუ რაღაც მომენტში სწორი ქმედების ფილოსოფია არის აი სწორი ქმედება არის რომელიც მარტივია და ყველაზე ნაკლები ხახუნში არის რომელიც ხო ჩიო პროსტა ერთადერთი ისაა რომ ანუ ეს რომ ამოვიდეს ცნობიერებამდე უნდა გქონდეს ნაკლები სტრესი ხო ანუ რაც უფრო მეტი სტრესი გაქვს იმპულსი მოდის სულისგან ანუ და ვერ აღწევს რა ანუ ბევრი წინააღმდეგობა და მე ხო იქ ორდები მე რაღაცები ეს ისია თუ ესეა და ანუ არ გესმის ხმა სულის ხმა არ გესმის იმიტომ რომ სტრესებია რა ეს სტრესები არის ფიზიოლოგიაში რა სულ ანუ ყველგან ეს იოგა ეხა შენ კარგად იცი ეხა იოგა მედიტაცია ეს ყველაფერი გეხმარება ამისგან რომ ეს სტრესები განთავისუფლდე და მე შენი ეს ხმები რაც მოდი შენი სულიდან ხო ანუ აღიქვა და წაიკითხო ყოველგვარი რუქის გარეშე ანუ მოდიოდეს იმპულსი და ხვდებოდე რისი გაკეთება გინდა სწორედ იმ მომენტში და რა არის სწორი და რა არასწორი ანუ მაგამდე დავდივარ და ხო ამიტომ ესე იგი ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ განვსაჯოთ ერთმანეთი და არ განვსაჯოთ ადამიანები, იმიტომ რომ ყველა ადამიანს აქვს ინდივიდუალური კარმა, ინდივიდუალური წარსული, ინდივიდუალური წინაცხოვრებები, ინდივიდუალური ეს ცხოვრება, რაც იცხოვრა და სხვადასხვა რამეს სთხოვს სული ადამიანებს. ერთი ადამიანს შეიძლება მოსთხოვოს ერთგულება სიტუაციაზე, ვიღაცამ შეიძლება მოთხოვოს რომ შენი თქმის არ იყოს, ანუ ბევრ ყვავილზე დასუნოს და დაღნესოს და ხო და ანუ ეს არავის გასასჯელი არ არის. ამ ყველაფერს არეგულირებს ადამიანის პოლიოის ამარეგულაცია რა ეს ველი რომელიც საკუთარ თავს არეგულირებს. ის ძალა არეგულირებს რაც ქმნის კოსმოსს და რაც წესრიგს ამყარებს კოსმოსში ანუ და სამყაროში. ანუ ეს წესრიგი რომ ჩემი ეს სხეული არის ესეთი მოწესრიგებული ესეთი ჩემი დამსახურება არ არის რა. ეს არის აი higher intelligence-ის ან დიდი ინტელექტის სამყაროს ინტელექტის რომ ხო და ამას რომ ვერ ხედავ ადამიანი რომ ესეთი ორგანიზებულია და ორგანიზებულობა არის ცნობიერების ფუნქცია ხარისხი ესე ვთქვათ ხო აი მან უკვე ეს სიგიჟე იწყება რაც უკვე პლანეტაზეა რა ვთქვათ რომ ანუ აი ელემენტარულ რაღაცას უბრალოდ ვერ ხედავ რა და ვის რა უნდა მოთხოვო და როგორ უნდა განსაჯო თუ ადამიანი დაუკვირდება იმ რაღაცას რომ საკუთარ ფიქრებს როგორ იბადება მაგას ვერ ანუ თვითონ არ ბადებს ფიქრებს ანუ ფიქრები მოგდის ხო ფიქრები ხო გვემთხვევა ადამიან ხალხო ფიქრები ხო გვემთხვევა ანუ ჩვენ ხო არ ვაგენერირებთ ხო არ ვაგენერირებთ ეს ფიქრები მოგდის თავში ავტომატურად აბსოლუტურად და ამ ფიქრებიდან გამომდინარე მოქმედებთ ხო და როდესაც გამსჭით ამათ იმ ადამიანს რომ ესე რატომ მოიქცა კაცო ის ფიქრი მოუვიდა იმას და რა იმის ფრელი იყო რაღაც პონჩი ანუ მაგმას ატარებდა რა მაგ ტალღას ატარებდა რა ცნობიერება იმ საფეხურზე საფეხურზე იყო როდესაც ეგდონის ფიქრები მაშინ მატერიალიზდებოდა საქციელი სახით მაღალ დონეზე იქნებოდა უფრო სხვა დონის ფიქრები რეალიზდება ეგეთია მრავალფეროვანია ეს სამყარო რომ სულ მაგალითად ახლა რაღაც მხრივ
როგორც ადამიანს ეძახიან შემოქმედების მწვერვალს ხო და შემოქმედების გვირგვინს ღვთაებრივ დედამიწაზე ხო? ეხლა სულ ღმერთს რო ადამიანები შეექმნა და ეს ყვავილი რო არ შეექმნა ეხლა ეგ სტუდიაში რომ გვიდეოს რო სულ კარგი რაღაცები უმაღლესი ხარისხის და პატარა დაბალი რომელსაც ნერვული სისტემა არ აქვს, არ გამოეშვა, არ შეექმნა ეგეთი რაღაცა, ხეებიც არ ყოფილიყო, იმიტომ რომ უფრო ნაკლებად განვითარებული. ესე ხო არა, ეს ცხოვრება. ხო, ესე ან ხეში რო შედიხარ, აი და რამდასი იძახოს ხო, ხეში რო შედიხარ, ერთი ხე არის მაღალი გაშოლტილი, მეორე არის ჭიანი, მესამე არის გადაგრეხილი, მეოთხე ყვითელი ფოთლები აქვს, ერთ შეჭმული აქვს ჭიისაგანი ფოთლები, მაგრამ რომ შედიხარ, არ იძახი რომ ეს ბანძი, ეს ბოროტი, ეს რაღაცა ხედავ რომ ვაუ, რა ლამაზი თხეა, ყველაფერი ლამაზად გეჩვენება და ადამიანებთან მიმართებაში რაღაცომ მგონია რომ არ ხარ თხეში რა, ადამიანები სხვადასხვა ტიპის ხეები არ არიან, სხვადასხვა ტიპის და აი მანქანები და აი ეს ჩასვლა ან თუნდაც ნებისმიერი სხვა პრაქტიკით არ აქვს მნიშვნელობა რა, ან სხვა მეთოდით და ყველაზე მარტივად ტრანსცენდენტული მედიტაციით, რაც მე ვიცი რა, ანუ ეს ჩასვლა აი ამ ერთიან ველამდე, რომ იმ ადამიანშიც დაინახო ის ღმერთის გამოვლინება, დახვეწილ ფორმების მატარებელ ადამიანში დაინახო ღმერთი და ველური ფორმების მატარებელ ადამიანში დაინახო ეს ერთი და აღფრთოვანდე რაღაცნაირად, ხო? ეს არის, როდესაც აი შენი ხედვა არის გადართული აი უფრო სიღრმისკენ, მაგრამ ეს ამას ვერ ითამაშებ რა. ამას ვერ ითამაშებ. მე ეგეც გვიცდია ეხლა რა, რომ ვიცოდით იდეალი, ეხლა იესო ესე ვთქვა და ხო პადრაჟანია ქრისტა თუ რაღაც ის რო აქვს, რომ აი ხომ არ მუშაობს, ხო, იმიტომ რომ არ მუშაობს, რომ ფიზიოლოგიურ დონეზეა რა ეს სტრესები, ხო უყურებთ ეხლა ჩვენ. მე რომ ამოდის ეს სტრესები იმდენი სიცილია ეხლა მე და შენ ძლივს ვიკავებ თავს, რომ არ გავსწრეთ სიცილით უდეში უბრალოდ უმიზეზოდ რა, იმიტომ რომ აი ორი ადამიანი ერთმანეთთან ისე რეზონირებს, რომ გეცინება მე რა მლილაზე რა, და მე ან და თვითონ აი ეს იმის თქواس მინდოდა კიდე რომ აი ნარკოტიკებისადმი მისწრაფება ადამიანის არის ბუნებრივი. ბუნებრივი. იმიტომ რომ ანანდა ბლის რაც არის ადამიანის ნეტარება არის ბუნებრივი მდგომარეობა მის და როდესაც ანანდას მოწყვეტილი ადამიანი ეძებს ანანდას ბლის ეძებს მახინჯ ფორმებში თუ თვითდუს დესტრუქციულ ფორმებში თუ რაღაცაში, ხო? ანუ ადამიანის ბუნება არ არის 9 საათი და 12 საათი ოფისში ჯდომა და მუშაობა რუტინულ მარცხენა ნახევარსფეროს საქმეში რა. ანუ მარჯვენა ნახევარსფეროც გვაქვს და არის ეს შემოქმედებითი პროცესისთვის ადამიანი გაჩენილი და ნეტარების განსაცდელადაა გაჩენილი და ამას რო ვერ იღებს, ხო? რო არის ის ხო რაკნას ეხა და იმას კიდე იმას უგრძალავ და იმაზე გვაქვს ლაპარაკი რომ ადამიანი რაღაცა ხო ანუ რა მაშინ შეთავაზე ნარკომანებს რო უჭერთ და ციხეში რო უშევ შეთავაზე ტრანსცენდენტული მედიტაციის შეთავაზე უკეთესი რა შეთავაზე გზა რომ მიიღოს ეს დაკმაყოფილი და ყველას ეგ გვინდა ურთიერთობაში შევდივართ რომ ანანდა გვინდა ნეტარება გვინდა სექსი ანანდა გვინდა რა ვიცი მეგობარს ხვდები ანანდა გინდა აბა ანანდა თუ არ გინდა და ეს ნეტარებისაა რატო ხვდები ხა რა ის გინდა რა ქვია რომ კიდე დაიტანჯო თუ რა ხო სიამოვნებას ეძებ ხო იმიტომ რომ შენი ბუნება არის აი როგორც מחარიში იძახდა გონება მიდრეკილია უფრო მეტი სიამოვნებისკენ რა ხო ანუ რუტინული სამუშაო ნაკლები სიამოვნება რაღაცა უფრო მეტი სიამოვნება ხო და ესა რა ვიცი და რამდენად დიდი სიხარული არის ეს განთავისუფლებული დანჯვისგან ადამიანი, როდესაც თავისუფლებაში ახორციელებს გარკვეულ ქმედებას. აი ქმედების ფილოსოფია არის ის რომ როგორც მაჰარიში იტყოდა ხოლმე water the root and enjoy fruit. თუ გინდა რომ ხილით დათქვე, ჯერ დაუსხი ფესვებს, კაცო. ფესვებს რო ახმობ და მე არ გამოსდის ამას ნაყოფი და იძახი, რატო არ გამოსდის და მოუჭრის საერთოდ ამ დღეს. დაუსხი ხო წყალი და ან რო გინდა რომ ის არის მოახვედრო მიზანში გამოწიე, ჯერ ეს ის არის უკან. შუგლის არის გამოწიე რომ წინ წავიდეს. ნებისმიერი ქმედების საფუძველი არის უმოქმედობა. აი ბაგავად გიტაში კრიშნა ეუბნება არჯუნას რომ ის ვინც ხედავს უმოქმედობას ქმედებაში და მოქმედებას უმოქმედობაში არის ბრძენად წოდებული.
ის ვინც დამყარდა იოგაში, ესე ამბობს. აი ეს მომენტი ადამიანს გონია რომ შეუძლია ნონ-სტოპ რეჟიმში იმოქმედოს და არ არის ხო ფაქტია რომ აი დაახლოებით ალბათ 25 წლის მერე ადამიანი წვეთს ზრდას შემეცნების უნარი უკვე იცდება ნელ-ნელა ენერგია უკვე იცდება ახალი ცოდნის მიღების უნარი არა აქვს ენებს ვეღარ სწავლობს სულიერად ვეღარ იმიტომ რომ და რაღაც ასაკში იყინება ეგრეც აი რაღაც ასაკი არის არა თუ იყინება არამედ უკან მოდის დეგრადირდება რა და აი სიკვდილი არის ამის კანონიერი დასაზრული ამ ყველაფრის ლოგიკური შედეგი და ხო და აი მაჰარში ამბობდა ხოლმე და მეც ვიმეორებ რომ თუ გინდა რომ წახვიდე ბაზარში თუ მაღაზიაში და ისე ამონო მაღაზიაში ყოფნით ჯერ 5 წუთი ბანკში უნდა შეხვიდე რომ ფული აიღო ეგ ძალიან კაი შედეგია ჯერ 5 წუთი ბანკში შედი და მე მთელი დღე ბაზარში თუ მაღაზიაში იარე და იყიდე ეს დასაცმლები და ისე სიმდეში ამ 5 წუთი ბანკში შევლის გარეშე დაიტანჯები ამ მაღაზიაში. ჯობია სახში იჯდე მაღაზიაში წახვიდე, ხო? ხო და ანუ ფაქტების ხო რომ ანუ ეს მატერიალი ან ფული გააქვს, ფული აქვს ადამიანს და დეპრესიაშია რა. ანუ ვერ დაკმაყოფილდა ხო? ანუ ფეიმი აქვს, დიდება აქვს, რაღაცა აქვს რა, top of the world არის და A number 1 და არ არის რა ქვია. არ არის დაკმაყოფილება. არ ყოფილა მან და ნუ რა. არა მან ესე იგი ვერ იპოვე ის რასაც ეძებდი და ასე იგი ნიშნავს რომ სანამ ქმედებას დაიწყებ ჯერ ჩააღრმავდი შენ აი ეს რაც დასავლელი ფილოსოფოსები ანტიკურ ფილოსოფიაში იძახოდნენ ყოველთვის know thyself შეიცანი თავი შენ და რაც ეს აპოლონის ტაძარზე იყო ხო და შეიცან თავი შენ ეს ნიშნავს რომ სიღრმე გაიგე ჯერ ზედაპირზე რომ ეძებ რაღაცებს და რო გინდა ზედაპირითი სიამოვნო ჯერ სიღრმე გაიგე რომ ზედაპირითი სიამოვნო ჯერ სიღრმე გაიგე შენი არსების და შემდგომ ზედაპირზე ურთიერთობა იქნება თუ საქმე იქნება თუ რაც იქნება ყველაფერი სიამოვნო ხო ამ სიღრმის გარეშე ვერ იღებ ამ სიამოვნებას. აი ხო ზოგადად სიამოვნება დაკავშირებულია სიღრმესთან. აი თუნდაც რაღაც ნარკოტიკულ საშუალებას რო იღებს ადამიანი განიცდის სიღრმეს გარკვეულს. ან როდესაც ყველაზე კარგ მეგობარს ელაპარაკება ადამიანი განიცდის სიღრმეს ამ ურთიერთობის და ან თუნდაც სექსი რო აქვს რაღაც უფრო მეტ სიღრმეს. ხო, იმიტომ რომ იქ აწყოში ყოფნა იზრდება რაღაცნაირად. ხო ეს monkey mind-ი ჩერდება რაღაცნაირად გარდახტი ხარ მომავალი არ შემოდის მომავალი შენ აწყოში და წარსული არ შემოდის შენ ამოწყოში და ამ რაღაცა ხელოვნური საშუალებებით ინტენსიურობა გაზარდე აწყოსი რა ანუ აწყო გახადე ინტენსიური და ინტენსიური რო გახადე აწყო ხო აი უყურებ ყავს და რა საოცრებაა რა როგორია იმიტომ რომ ყველა ფაქტურას არჩევ ყველა გადასვლას არჩევ უნიკალურ რაღაცებს ხედავ რომელსაც მანამდე ვერ ხედავდი რა იმიტომ რომ ეს აწყო გახდა ძალიან ინტენსიური რა აინთო ესე ვთქვა აინთე აწყოში და რამდენი წარმოიდგინე რამხელა ენერგია გაქვს შენ რა თუ არ იფანტება ეს აი ამ კონტროლში მომავლის და წარსულის რა რომ როდესაც ეს აწყოში კონცენტრირდება ხო აწყოში ხდება აფეთქება ესე ვთქვა რა ყველაფერი და ყოველგვარი ნარკოტიკის გარეშე შენ აი ამ იმაში ამჩნევ ისეთ რაღაცეებს და მაქედან მოდის მე ყველა სულიერი ეს რაღაცა ის სითხებს რო ეძახიან თვისებები რო ის ადამიანს შეუულია შენი ფიქრის წაკითხვა თუ შენი შეგრძნობა თუ შენი განკურნვა თუ შენი რაღაც იმიტომ რომ ის აწყოში იმდენად კონცენტრირებულია შენ და იმდენად ეს აწყოს მომენტი იმდენად ენერგია რომელიც მიეცა იმდენად აძლევს საშუალებას რომ რაღაცეები ისეთი გამოავლინოს რომელსაც ეს გაფანტული და ეს რაღაცა დანაწევრებული და დაშლილი ადამიანი არ შეუძლია და იმისთვის სასწაულია ის ადამიანი და ეგეთ ადამიანთან გვერდში ჯდომაც კი საკმარისია რომ განკურნოს ეს ადამიანი და აი შენ გადაცემას ერთხელ უსმენ და იქ იძახდი რომ ანუ მოდითო და ვინც უბედურები ხართო უბრალოდ დაჯექით ადამიანთან რომელიც ბედნიერია რა ან შვიდია ან რაღაცა და გარდაუვალია რომ ხო on შვიდია ადამიანი შვიდია როდესაც ის პერიოდულად მედიტირებს და ჩადის ამ წყაროში საკუთარი თავის და ამოაქეს იმ შვიდე თორე შეიძლება ჩვენ უბრალოდ ბედნიერ ადამიანთან უბედური დარჩეს და ისიც გაუბედუროს იმიტომ რომ ისიც დააკარგვინოს რა ვამპირიზმის სახით რაც აქვს რა და როდესაც ჩვენ დაუსრულებელ წყაროსთან გაქვს წვდომა ხო მედიტაციის სახით და ასე რაც ჩადიხარ ორჯერ დღეში ბანკში შედიხარ როგორც მაღარიში იძახის და გამოგვაქვს ის ვალუტა რომელსაც დახარჯავ ყველგან კოსმიური ვალუტა ხო მე არის ურთიერთობები რაზეც დღეს ვილაპარაკეთ უკვე შესაძლებელი ჯანსაღად და
იმის გარეშე, დაწოლის გარეშე და ვამპირიზმის გარეშე რა და რა ვიცი, მე ესე ვხედავ რა, ანუ გამოსავალსაც ხედავ რა, ანუ ეს ლაპარაკი არ არის აბსტრაქცია რა, ძალიან პრაქტიკული ყველაფერზე პასუხი გაცემულია ფაქტიურად. ყველა პრობლემიდან ამოსავალი წერტილი ნაბოლნი არის. კი, და ანუ იყვნენ, ანუ და ეს მინდა რა, რომ ეს ტრადიციებია რა, ეხა ეს ეს ადვაიტა ვედანტის ტრადიცია, რაც არის ეს საიდანაც მოდის ტრანსცენდენტული, რამხელა ტრადიციაა, ხო? 1000 წლოვანი ტრადიცია, ანუ ამაზე ჩვენ ეს კი არა, ჩვენ კი არა, ანუ 1000 წლის წინ ხალხს უფიქრია. 2000 წლოვანი არის საერთოდ. კიდევ ღრმად თუ არ. ანუ ხალხს უფიქრია, ტყიოდა ეს, ეძებდა გამოსავალს, იპოვა გამოსავალი 1-მა, 2-მა, 3-მა, ტრადიცია, 1000-ობით ტრადიციაა ჩამოყალიბებული და ანუ მივცეთ რა საშუალება, ანუ ვილოცოთ მართლმადიდებლური მასში ისიც ვქნათ, მაგრამ რო ხედავ რაღაცა თქვა ვერ გაკმაყოფილებს, ვერ მუშაობს ხო რაღაცა მეთოდი რა, ან არ არის ის ხალხი რომელიც სწორედ გადმოგცემს ამ მეთოდს, ხო? გაუხსენი გული რა სამყაროს და ღმერთი არ არის, კაცო, ისიც ღმერთის გამოგონილი არ არის ის ტექნიკას და რა. მიეცი საშუალება 1, 2, 3, რომ სიყვარულის მედიტაციაცადე, ტრანსცენდენტული მედიტაციაცადე, სადგურუსის ცადე, ანუ მეთოდებია, inner engineering რა, ვიცი, რომ შენი თავი გახადო უფრო ბედნიერი და იყოს შენში იმდენი სიცილი კონდეს, რომ ერთი სული კონდეს, გადაცემა დამთავრდეს, რომ გასკდეს სიცილი და არ ვიცი რა, გიო, ხო. ოდა კაცო, ეს ერთგულებას, მე იცი რა მიყვი ეს ნიკა. ესე იგი, ერთგულება საიდან მოდის ტექნიკისადმი, აი რომლებიც არ მუშაობს და გინდა თუ არ გინდა ამ ბანდი ტექნიკით რომ ეძავი. საყვარელიანის ადამიანისადმი სიყვარული არ რაღაცნაირად ქრება და ამ მკვდარი ტექნიკებისადმი რომლებიც არ მუშაობს, მაინც ძალიან ერთგული არის. ბიჭო, ეს რაღაცა ქვეცნობიერი ისა რომ ყველაფერზე მაღლა, რომ რაღაცა შენი ღმერთის ანუ ფორმებზე მაღლა რომ ინფორმაცია დგა არის რაღაცა ქვეცნობიერად ყველამ ვიცით რა. ამიტომაა ალბათ ეს რამდენი ფანატიზმი რელიგიური, რომ ნახე როგორი პოზიტიური ახსნა მიეცი რა, სხვა შორის უცებ გავაკავშირი მახარიშის კომენტარებს ბაგავად გიტასთან, აი არჯუნას მდგომარეობას ნეგატიური ასპექტით რო ინტერპრეტირებენ, მახარიში პოზიტიური იმით ხსნის ყველა. რომ რეალურად პოზიტიურიდან მოდის. მოკლედ, ეხლა ნელ-ნელა დავასრულოთ. ჩვენ გადავინაცვლებთ სახარხაროდ და საცინლად და საბედნიეროდ. მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა სტუმრობისთვის. კიდევ მოგიწვა. კიდევ ვიცინოთ კიდე. კარგი, დროებით შემდგომ შეხვედრამდე.